მიაქ არ მაქვს, შეგიძლია მოიყვანო ის შენი პიკაპი, რაღაცა ზომები ხო არის და ზუსტად ზომებს ავიღებთ, გავაგზავნით და ჩამოვიტანთ და ერთ თვეში ჩაგაბარებთ. მეტი რა ქნას ამ ადამიანმა არ ვიცი. ერთმა გოგომ დამირეკა. ძალიან კარგი კაცი ხარო. მომწონ ხარო. ყველანაირად, მაგრამ ქალთან ახლოს არ მიხვიდეოდა. ახლა მინდა ის რო არის რულეტკა, ხო იცი? ხო. და უნდა გავზომო და 9 მეტრი რო არ მოვიდე შენთან, მაგრამ მაინც მოვალ. მაინც მოხვა, თქვენ მაინც მოხვათ. შენ თუ გინდა მოვალ. ანუ მე გაძლევთ უფლებას და ვიცი რა საქმეა არ ვიცი. ახლა რა არის კიდევ ერთი მთავარი თემა. აი ეს მარი არის პადიონიკი. რატომ? აი შეკითხვას გისვამ. ჭკვიანი გოგო რო არის აქ არიდგები, ხო? უზომოდ განათლებული ადამიანი ხარ. ჭკვიანი გოგო ხარ და შეკითხვას გისვამ. რა უბედურება ამოდენას საქართველოში, რომ აი ეს ვერ გააკეთო, აი ეს რო ვერ გააკეთო. ამის წარმოებას გულისხმობ. აი რა წარმოება ეს, მარი ხვალ ვიტყვი და ზეგ გავაკეთება. რა თქმა უნდა. მაგრამ მე მეტყვიან რომ ერთ-ერთი მინისტრის ბიძაშვილი თუ სიძე შემოაგეს და შენ ხელს უშლიო ბიჭო გაგიჟდები კაცი იმანაც გააკეთოს და თქვენც გააკეთეთ ეს არის ჩვენი უბედურება აივან არ იცის როგორ გააკეთოს გაიგი მაგრამ ბიძა ყავს იგერ ზევით მე არ მყავს ბიძა ამ წუთას მე პატრონად მიმაშინე ხარ შენ მე შენ უღურეთ მარი უღურე ეს არის რა არის პადიონიკი? პადიონიკი არის რაღაც ამ ავტომობილს გაუფუშდა, შემოიყვან, აწევს, გააკეთებ, ჩამოიყვან, წაიყვან. გინდა არ გინდა ეს ყველას ჭირდება, ხო? კი ბატონო. უყურე. აი შეხედე, რამდენი ნაწვალებია მოდი. შეხედეთ. აი თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის 4 ტონა ნახევრიანი. 500 კაც შემოქონდა ეს საქართველოში, მაგრამ მარტო ჯელაბარკალაიას იყიდება. რატო? ისმება კითხვა, რატო? იმიტომ რომ კარგი შემოქონდა, იცის ახლა საქართველოში ადამიანი არ დარჩება მას რომ ამ გადაცემას რომ არ დაინახავს. ხო, ყველა მიცის რომ ყველა იძახოდა რომ ბარკალაიას პადიონიკი, ბარკალაიას კანოპი, ბარკალაიას პიკაპი. აი უყურე, ის არ შემოიტანო, იმიტომ რომ იმას შემოაქო და კაროჩიო რა, პაბრაცკი. თუ არა და კი, პაბრაცკი, თუ არა.